ალბათ ხშირად ხსმენიათ, რომ კანის დაბერების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მაშინვე კოლაგენისა თუ ნაოჭების საწინააღმდეგო აქტიური საშუალებების ძებნას ვიწყებთ ხოლმე. სწორედ ამ მიმართულებით PSP-ს აქვს სიახლე უნდა გაგაცნოთ ახალი ბრენდი Rexaline. გეტყვით იმას, რომ ის მეცნიერებაზე დაფუძნებული პრემიუმ კლასის დერმატოკოსმეტიკური ბრენდი გახლავთ, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის ანტიასაკობრივი პროდუქტებით. რითი გამოირჩევა ახალი ბრენდი, რა პროდუქტებს გვთავაზობს ის? ყველას ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს ჩვენი სტუმრისგან გავიგებთ. ნატალია ჭრიკიშვილი, PSP-ს ბრენდ მენეჯერი გვერდება. დილამშვიდობის ნატალია. გაგვიკეთეთ პრეზენტაცია ახალი ბრენდის, გაგვაცანით საიდან არის და რა შესაძლებლობები აქვს მას. ეს არის ბრენდი Rexaline, რომელიც არის პრემიუმ კლასის ბრენდი, როგორც ვახსენეთ. მისი იდეა, ასე ვთქვათ, შეიქმნა ამერიკაში, თუმცა დაბადებიდან და დაარსებიდან საფრანგეთში იწარმოება 100%-ით და გამორჩეულია ყველაზე ცნობილია ისეთი მაღალი ხარისხის ანტიასაკობრივი პროდუქტებით. მხოლოდ ეს ხაზი გააჩნია Rexaline-ს, რომელიც მუშაობს ანტიასაკობრივ პრობლემებზე. განსაკუთრებული ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებისთვის. როგორც პრემიუმ კლასიო და აგერ შეფუთած წარმოდგენილია და აბარაკო. ესე იგი ეს არის ასაკთან შეჭიდებული პრობლემების გასამკვლევად არის ფრანგული, თუმცა ამერიკაში იწარმოება. არა, პირიქით. იდეა დაბადებულია ამერიკაში და საფრანგეთში იწარმოება. ფრანგული ექსპერტიზა, ასე ვთქვათ, ჩადებული ამ ბრენდში 100%-ით. რამდენი წლიანი გამოცდილების ბრენდია და 2008 წელს არის დაარსებული. და ასე ვთქვათ, საკმაოდ ცნობილი და პოპულარულია და ეხლა უკვე საქართველოშიც PSP-ში ექსკლუზიურად უკვე შეგვიძლია აფთიაქებში ვნახოთ. რა შესაძლებლობები გქონია, იმიტომ რომ ნაოჭებთან და რაღაც ასაკობრივ კვალთან ბრძოლა არ არის ასე უცებ ჩქარჩქარა შესაძლებელი საქმე. რა შესაძლებლობები აქვს მას? იმიტომ რომ ასე თითქოს ყველა ბრენდს აქვს ხო ხაზი ასაკთან ბრძოლისთვის და აი Rexaline შემთხვევაში თან მარტო ამაზე რო არის კონცენტრირებული, რაღაცა განსაკუთრებული ის აქვს ძალა თუ როგორ არის? ანუ ბრენდის მთავარი ფილოსოფია არის ის, რომ კანის ნადრევი დაფერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი მიზეზი ის არის ის რომ ჩვენი კანი თანდათანობით კარგავს წყალს და ტენიანობას. ამიტომაც მხოლოდ კოლაგენზე და ასე ვთქვათ, უკვე გაჩენილ ნაოჭებზე ფოკუსირების ნაცვლად, ცოტა ხანი შესანიღბად, ხო, ცოტა ხანი ანუ ასე ვთქვათ, შედეგების უკვე შედეგების შენიღბვის გარდა, მისთვის მთავარი მიზანი ის არის, რომ აღადგინოს ეს ოპტიმალური დატენიანება და ასე ვთქვათ წყლის დონე სახის კანში. იმიტომ რომ ისინი თვლიან რომ კანი რაც უფრო დატენიანებულია, მით უფრო მკვრივია, მით უფრო გლუვია და უფრო დიდხანს ვინარჩუნებთ ახალგაზრდულ იერს. მეც ასე ვთვლი, რაღაცა მგონია რომ ეს ჩვენი კანი უნდა შევადაროთ ხოლმე ოთახის მცენარეს, რომელსაც ყოველდღიურად ჭირდება მორწყვა, ну ყოველდღე იქნება როგორც საჭიროებს. ხო, როგორც საჭიროებს. გადაამეტებაც არის. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია რომ აი მცენარეს როგორც წყალი ისე აუცილებლად ჭირდება. ეს მეც მგონია რომ მთავარი შემადგენელი. კი, ნამდვილად. და სწორედ აქ მივდივართ ახლა მათთვის ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშანზე, ეს არის მათი ექსკლუზიური დაპატენტებული ფორმულა RX ჰიალურონის კომპლექსი. აი რაც აწერია კიდეც. კი, აწერია ნამდვილად. კი. RX თვითონ ნიშნავს Refill Extremes და ეს ქვია იმიტომ რომ განსაკუთრებით ღრმად აღწევს ეპიდერმისის შრეებში. ეს არის ორი სხვადასხვა ჰიალურონის მოლეკულა, ეს არის მაღალმოლეკულური ჰიალურონი და დაბალი. მაღალი უფრო ზედაპირულად ატენიანებს გარს და იცავს ბარიერს და დაბალმოლეკულური ჰიალურონი უფრო ღრმად აღწევს კანის ეპიდერმისში და ის შიგნიდან ატენიანებს და ავსებს კანს წყლით და შემდეგ კანი არის უფრო ბზინვარე, უფრო გლუვი და ასე ვთქვათ, რეალურად დეჰიდრატირებული კანი უფრო ასე ვთქვათ, კანზე უფრო მეტად გვეტყობა ხოლმე ეს წვრილი ნაოჭები და უფრო ჩამქრალია კანის ტონი. გამოდის რომ ექსკლუზივია ეს ამ ბრენდის ეს ორი წაყვანი ჰიალურონი რაც სხვაგან არ მეორდება? არა, დაპატენტებულია. გვაქვს ინფორმაცია რომ 5 ჯერ მეტად კონცენტრირებული ჰიალურონის ესე ვთქვათ ფორმულაა. ეს არის ის რასაც სწორედ ეს არის ის ფორმულა, რომელიც 5 ჯერ უფრო მეტად კონცენტრირებულია და განსაკუთრებით ღრმად შედის კანის ეპიდერმისში.
კეთილი, ესე ასაკობრივ კანს ბევრი გამოწვევა აქვს, არა მხოლოდ დატენიანების პრობლემა დგება და ეს ნაოჭი არის რაღაც პიგმენტური ლაქები და ასე შემდეგ. ხო, აი რაღაცა ერთმთლიანი ხაზი უნდა და საკმაოდ ბევრი პროდუქტი დევს აქ და იქნებ წარგვიდგინოთ თითოეული რომ ესე ვთქვათ მარტივად გამოუვიდეს შეგჭება სულოს თავისთვის. მოკლედ ეს Rexolaine-ის ასორტიმენტს რაც შეეხება მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ხაზში შედის ეს არის ჰიალურონის ფორმულა, თითოეული ასორტიმენტი მაინც შექმნილია იმისთვის, თუ იმ მომენტში რა სჭირდება კანს, ხო? გვაქვს მაგალითად ჰიდრაშოკი, აი ეს ლურჯი ხაზი, ჰიდრაშოკი, კი. მიღებიც აქვს. კი ბატონო, კი. ეს არის ყველაზე პოპულარული ხაზი, ასე ვთქვათ, ძირითადად მომხმარებლები სწორედ ამ ხაზით იცნობენ ხოლმე Rexolaine-ს. ეს არის ინტენსიური დამატენიანებელი, გვაქვს შრატი და სხვათა შორის რამდენიმენაირი სახის დამატენიანებელი კანის მიხედვით, ხო? გვაქვს ჩვეულებრივი, ცოტა მშრალი და კომბინირებული კანისთვის, გვაქვს გაჯერებული, უფრო ზამთრის სეზონისთვის და ასე ვთქვათ, მენოპაუზის დროს მაგალითად განსაკუთრებით გამომშრალია კანი და გვაქვს ლაითი, უფრო ცხიმიანი კანისთვის. ეს ჰიდრაშოკი ერთი ფორმულა, ხო? კი ბატონო, ეს არის Arixis, კი ბატონო. კი. ეს არის Crystal Bright-ი, ეს არის უკვე პიგმენტაცია, საკობრივი ლაქები, პოსტ-აკნე ლაქები, ასევე ზისგან დატოვებული ლაქები. ნამდვილად, კი და ტონერია რომ და საკობრივი ლაქები. ეს არის გამწმენდი ტონერი, აქვს მსუბუქი პილინგის ეფექტი. რომელიც არც იგრძნობა ესე ამ კი, ძალიან, ხო, ძალიან მსუბუქი ეფექტი, გვაქვს შრატი და დამატენიანებელი ასევე ამ ხაზში, კი, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტები და სხვადასხვა გამაღიავებელი. აი ბესტსელერი რა აქვს, რომელი პროდუქტია, რაზეც არის წვეტა ხოლმე. შრატი გვაქვს აქ. ეს არის Line Killer-ი უკვე, ეს არის უფრო ღრმა ნაოჭებზე კონცენტრირებული, უკვე როდესაც გვაქვს ესეთი ჩამჯდარი ასაკობრივი ნაოჭები, შეიცავს ჰიალურონს, რა თქმა უნდა, პეპტიდებს შეიცავს და ძალიან ასე ვთქვათ, ვწდები თვალის მოვლა თვალის ნაოჭის კი. ყელი და დეკოლტე თუ აქვს. როგორ არა? იმიტომ რომ მარტო სახეა არ არის საშუალო. მოვლა. თუ ასაცებს საუბრობთ. ანუ იგივე გამოიყენება ამ ორ ზონაზე თუ არის რამე კიდეც? არა, იგივე გამოიყენება. კეთილი არის დღის და ღამის ეს ფერები თუ განვასხვაოთ? არ მე მგონი ხაზი სხვადასხვა ხაზები არის. ეგ არის თვითონ Arix ჰიალურონის გამწმენდი, ზეთოვან ბაზაზე დაფუძნებული, ძალიან მსუბუქი, შეიძლება ანუ მაკიაჟის მოსაშორებლადაც ძალიან კარგია, თვალზეც გამოიყენება. კრემის ტექსტურით. არა, ზეთოვანი ბაზა აქვს, ხო? ზეთოვანი. ხო, თვალის მე ვიკითხე, რომ რა არის თქო ის ერთი პროდუქტი ან რამდენიმე პროდუქტი ან ხაზი, რომელიც ბესტსელერია და ყველაზე ბესტსელერი არის ჰიდრაშოკის ხაზი. ჰიდრაშოკის ხაზი, ეს განსაკუთრებით დამატენიანებელი. კი. ხედავთ და სტუდიაში წარმოგიდგენთ. ეს არის რაღაცა ამ ქერცლავი ასევე ჰიალურონის ბაზაზე. დიახ, მსუბუქი ექსფოლიატორი არის ეს. კარგი. და გვაქვს ასევე დერმა რიფეარი, რომელიც არის აი მივადექი. კი, შეიცავს სიკასაც. ეს მხოლოდ თვალის არის თუ სახისაც არის? თვალისაც არის, სახისაც არის, მასკაც არის, კი ბატონო, შრატიც გვაქვს, არის უფრო აღმდგენი, გაღიზიანებული როზაციასკენ, სიცოცხლისკენ მიდრეკილი კანისთვის, ძალიან კარგი აღმდგენი ფორმულა აქვს. აქვს თორე ცალკე ეს მამაკაცის ხაზი Rexolaine შეიძლება აქ არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს ხაზი მამაკაცისთვისაც არის და ქალბატონებისთვისაც, რა თქმა უნდა. ნაოჭები და დეჰიდრატაცია ყველას ერთნაირად გვაწუხებს, ასე მგონია. კი, აჩო შენთვისაც არის. კეთილი, მოკლედ ასია თუ ისია, მიმოვიხილეთ ბრენდი Rexolaine, რომელიც არის სიახლე PSP-ს ქსელში, შესაბამისად მომხმარებლებს დახვდებათ იქ და ალბათ იმისთვის რომ არ გაუჭირდეთ არჩევანის გაკეთება, რომელია მათთვის უფრო შესაფერისი პროდუქტი ამ ხაზიდან, შეძლებენ ალბათ კონსულტაციას ადგილზე. რა თქმა უნდა, ადგილზე კონსულტანტები დაეხმარებიან. შვენიერი